გუშინ ღამით მარნეულში, რუსთაველის ქუჩის 91 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მომხდარმა ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი შეშფოთება გამოიწვია. კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, კორპუსის პირველ სართულზე მდებარე აივანი შემთხვევით არ ჩამონგრეულა, რადგანაც შენობას დიდი ხანია ექსპლუატაციის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მათი განმარტებით, ინციდენტი დღის განმავლობაში რომ მომხდარიყო, ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა. ჩვენ სახლში ვიყავით და დაახლოებით ღამის პირველ საათზე ძლიერი ხმა მოვიდა გარედან. გარეთ გავედით მეზობლებთან ერთად და ვნახეთ, რომ აივანი ჩამოვარდნილია. ასევე ერთი ქალი ამბობდა, მეგონა მანქანები შეეჯახნენო და ზუსტად იმ ადგილიდან გამოვიდა სიტუაციის სანახავად. წარმოიდგინეთ, ის აივანი ქალს რომ დაცემოდა რა მოხდებოდა. შემდეგ მეზობლებმა დარეკი 112-ში, მოვიდა პოლიცია და შეაფასა სიტუაცია. ამჟამად შენობის სხვა აივნებიც ავარიულ მდგომარეობაშია და რეალურ საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლებს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს მარნეულის მუნიციპალიტეტს, ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთია ის, რომ სარდაფში წყალია, ანუ საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ და ეს მას საფრთხეს უქმნის. საჭიროა აქ წყლის მილების შერემონტება. შეხედეთ ამ მილს, ის თუ ჩამოვარდა, ჩვენი აივანიც ჩამოინგრევა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ აივნის ჩამოვარდნას, გუშინ ღამე ძლიერი ხმა მოვიდა გარედან და მეგონა ეს ჭექაქუხილის ხმა იყო. კიდევ კარგი ღამე მოხდა, რადგან დღე მის ქვეშ ბავშვები თამაშობენ ხშირად და წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მომხდარიყო. წყლის დაგუბების პრობლემაცაა. ეს თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრეს. ხშირად მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, თუმცა არ მოსულან. ადრე მოდიოდნენ და ინტერესდებოდნენ ხშირად პრობლემით. ახლა არავინ ინტერესდება. მახსოვს საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი თუ რაიმე პრობლემა გქონდა ამ მხრივ მივმართავდით და ეგრევე მოდიოდნენ. ახლა არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. ორი სარდაფი მაქვს. ორივე ნორმალურ მდგომარეობაში. მოვიდნენ და სწორედ სარდაფიდან გაიყვანეს წყლისმილი, რის გამოც ის დაზიანდა. ჩვენ ვიცოდით ამ პრობლემის შესახებ და ვიცოდით ისიც, რომ აივანი ჩამოინგრეოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ მივმართეთ მერიას, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის მერიას მივმართეთ, თუმცა პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.